გამარჯობა, გამარჯობა, ხოჩალადი. გასტროსკოპიის დროს ბიოპსიის ასაღებად გამოიყენება სპეციალური ინსტრუმენტი. ეს არის საბიოპსიე მაშა, რომელიც აი ასე გამოიყურება, ხო? ჩვენ ვათავსებთ ამ საბიოპსიე მაშას გასტროსკოპის სამანიპულაციო არხში. შემდეგ ხედავთ ეკრანზე მის გამოჩენას ჩვენ კუჩში მაგალითად მივყავს დაინტერესებულ უბანთან ახლოს საბიოპსიე მაშა, შემდეგ ასე ვშლით, ვიღებთ ქსოვილს და ვკბეჭთ ამ ქსოვილს და ამოგვაქვს გარეთ მიღებული ქსოვილი. მიღებულობთ ხოლმე როგორც წესი 3 მმ-მდე დიამეტრის მქონე ქსოვილს, ვათავსებთ სპეციალურ შემდეგ ამას კონტეინერში, ფორმალიც არის ფორმალინით სავსე და ვაგზავნით მორფოლოგთან. მორფოლოგი იკვლევს შემდეგ ამას მიკროსკოპის ქვეშ და პასუხს გვაძლევს როგორც წესი 10 დღეში. ბიოპსიისას ნაკმეჩ ადგილზე წარმოიქმნება მცირე დეფექტი რა, სადღაც 3 მმ-მდე ზომის დიამეტრის მქონე მცირე წყლული, რომელიც შემდეგ თავისთვის ხორცდება 2-3 დღის განმავლობაში. ამიტომ კვლევის შემდეგ, ანუ ბიოპსიის შემდეგ 3-4 საათი არ შეიძლება საკვების მიღება და სითხეების მიღება. ხოლო 2-3 დღის განმავლობაში მოგიწევთ სპეციალური დიეტის დაცვა და ოთახის ტემპერატურის საკვების და სითხეების მიღება. ამის შესახებ ექიმი, რა თქმა უნდა, თქვენ გაგაფრთხილოთ. ასევე უნდა იცოდეთ, რომ ბიოპსიის დროს ჩვენ ვღებულობთ მხოლოდ როგორც წესი ზედაპირულად ლორწოვან შხეს და არ ჩავდივართ ისეთ ღრმა შრეში, როგორც როლისქვეშა სივრცე, სადაც გადის მსხვილი სიძარღვები. ამიტომ როგორც წესი სისხლდენით ბიოპსია როგორც წესი არ რთულდება ხოლმე. მაგრამ ყველა შემთხვევაში თავი რომ დავიცვათ, 3 დღით ადრე თუ ბიოპსია გჭირდებათ, 3 დღით ადრე არ უნდა გქონდეთ მიღებული სისხლის გამათხელებელი პრეპარატები. და ამის შესახებ ექიმმა, რა თქმა უნდა გაგაფრთხილოთ. ეხლა იმისათვის თუ რატომ, საიდან და რამდენი ნაჭერი საბიოპსიო მასალა უნდა ავიღოთ, ამისათვის მე პირადად ვიყენებ გასტროინტესტინური ენდოსკოპიის ევროპული საზოგადოების რეკომენდაციებს. მე ამით სარგებლობ. შემოკლებით აბრევიატურა არის ESG. რას გვეუბნება ეხლა ეს საზოგადოება? მაგალითად დავიწყოთ კონკრეტულად, ხო? ეტაპებიდან ჩვენ პირველად ხვდებით საყლაპავში, ხო? აი საყლაპავიდან რატომ შეიძლება დაგჭირდეთ ბიოპსია? პირველი, ეს არის საყლაპავის ეოზინოფილური ანთების დროს, ეოზინოფილური ეზოფაგიტის დროს შეიძლება დაგჭირდეს. თუ ეჭვი აქვს ენდოსკოპის, ხო? ამის დროს როგორ ვღებულობთ? ანუ ვღებულობთ 6 ნაჭერ საბიოპსიო მასალას, 3 ნაჭერი იღება საყლაპავის ქვედა ნახევრიდან, 3 ნაჭერი ზედა პროქსიმალურ ნახევრიდან. შემდეგ მეორე, რატომ შეიძლება დაგჭირდეთ საყლაპავიდან ბიოპსიის აღება, ეს არის ვთქვათ ვირუსული ეზოფაგიტის დროს, ვირუსული ანთების დროს საყლაპავის, როდესაც ხვდებით ხოლმე წყლულს. ამ შემთხვევაში ასე ვღებულობთ 6 ნაჭერ საბიოპსიო მასალას, ეს 6 ციფრი დაიმახსოვრეთ. თითქმის ყველგან ყოველთვის 6 ნაჭერს ვღებულობთ ხოლმე. წყლულის კიდეებიდან ვღებულობთ და აუცილებლად წყლულის ფსკერიდან, რომ ეს ვირუსული ეზოფაგიტის დროს. ასევე საყლაპავიდან მესამე შემთხვევა თუ რატომ შეიძლება დავჭირდეს, ეს არის ბარეტის საყლაპავი, ასეთი დაავადება არის, მაგ დროს ბიოპსიას ვღებულობთ ხოლმე 4 ნაჭერს თითო ყოველ 2 სანტიმეტრში რა, გააჩნია სიგრძეს, აი ბარეტის საყლაპავის სიგრძეს გააჩნია დეფექტს. ეხლა მეოთხე შემთხვევა თუ რატომ ვღებულობთ ხოლმე ბიოპსია საყლაპავიდან, ეს არის ადრეული კიბოზე, როდესაც გვაქვს ეჭვი. ადრეული კიბო როგორც წესი ექვემდებარება ხოლმე ენდოსკოპიით ჩარევისას მოცილებას, ხო? ამიტომ თუ ეს ასე არის და თუ ჩვენ ხედავთ რომ ეს შეიძლება თქვათ გასტროსკოპით ჩვენ ეს კიბო შემდეგში ოპერაცია ჩავატაროთ და მოვაცილოთ ეს ადრეული კიბო, მაშინ ვღებულობთ 1-2 ნაჭერ საბიოპსიო მასალას. თუ არა და როგორც წესი და რიგი არის, ხო, როგორც კიბოს დროს ვღებულობთ, აი შემდეგში ვიტყვი, მეხუთე შემთხვევა, როდესაც შეიძლება დაგჭირდეთ საყლაპავიდან ბიოპსიის აღება. ეს არის როცა ეჭვი გვაქვს საყლაპავის კიბოზე და მაგ შემთხვევაში აუცილებლად ვღებულობთ მინიმუმ 6 ნაჭერ საბიოპსიო მასალას. როგორც წესი შემდეგ, ანუ ადრეულ კიბოს რაც შეეხება და კიბოს რაც შეეხება, კუჩიდაც და 12 გოჯანაწლავიდანაც იგივეა აბსოლუტურად რეკომენდაციები, ხო? 6 ნაჭერი იღება კიბოს დროს და ადრეულ კიბოს დროს 1-2 ნაჭერი, თუ შეიძლება ენდოსკოპიით მისი მოცილება. ეხლა გადავდივართ
კუჭიდან რატომ შეიძლება დაგჭირდეთ ბიოპსიების აღება? პირველი, ეს არის გასტრიტის დროს. გასტრიტი არის მორფოლოგიური დიაგნოზი. ეს არ არის ჩვენ ახლა ჩავიხედეთ, დავინახეთ იქ რაღაც გაწეთლებული უბანი და აუ, ეს გასტრიტი არის. მასე არ ხდება. ეს უნდა დადასტურდეს მორფოლოგიურად. ამიტომაც ვიღებთ OLGA-ის წესით, ეს ის ასევე ორგანიზაცია არის, მისი დაწესებულია OLGA-ის წესით. სამ ნაჭერს ღებულობთ როგორც წესი, კუჭის ანტრალური ნაწილიდან და ორ ნაჭერს კუჭის სხეულიდან. და ასევე ვაგზავნით მას მორფოლოგთან, მორფოლოგის შემდეგ ამას იკვლიოს. ხო, OLGA-ის წესით, აი სპეციალური ის არის რა, შაბლონები მაგისთვის. შემდეგი, მეორე მიზეზი თუ კუჭიდან რატომ შეიძლება დაგჭირდეთ ბიოპსია, ეს არის ჰიპერპლაზიური პოლიპი, რომელიც არის 1 სანტიმეტრზე დიდი. მაგ შემთხვევაში ან უნდა მოვაცილოთ პოლიპი და გავაგზავნოთ მორფოლოგთან, ან უნდა ავიღოთ ბიოპსია. სხვა მხრივ 1 სანტიმეტრზე ნაკლები თუ არის ჰიპერპლაზიური პოლიპი, ბიოპსიას არ ვღებულობთ. მესამე შემთხვევა თუ რატომ შეიძლება დაგჭირდეთ ბიოპსია კუჭიდან, ეს არის ადენომატოზური პოლიპი. ან მაგ შემთხვევაში უკვე ჯერ ვღებულობთ ბიოპსიას და უკვე შემდეგ ვაკეთებთ ოპერაციას რა. ადენომაზე აუცილებლად არის ბიოპსია ასაღები. რაზომისაც არ უნდა იყოს. ხო, შემდეგი არის უკვე გადავდივართ კიბოზე უკვე ვახსენეთ მეოთხე მიზეზი, კიბო ვახსენეთ და მეხუთე მიზეზი ადრეული კიბოც ვახსენეთ და მეექვსე მიზეზი არის კიბოს ასეთი სახეობა კუჭი, პლასტიური ლინიტი, რომელიც არის უფრო ღრმა კიბო, არ არის ლორწოვანზე როგორც წესი, არ შეიძლება უფრო ღრმად არის, ანუ ღრმა შრეებში არის და მაგ შემთხვევაში ცოტა ბიოპსიის აღება ძალიან ჭირს. ამიტომ ვღებულობთ ხოლმე უფრო ღრმა ბიოპსიას, ანუ 10 ნაკბერს ვაკეთებთ ხოლმე, אז ნაბიჯ ჩავდივართ, ან ერთ ვუკვიჩავთ, შემდეგ კიდევ იმ ადგილზე ისე ვუკვიჩავთ და ღრმად ჩავდივართ ხოლმე ბიოპსიის აღება. რა თქმა უნდა, ამ დროს სისხლდენების რისკი უფრო მეტი არის, მაგრამ სხვანაირად ბიოპსიის აღება რთული არის რა, გასტროსკოპიის დროს. კი ბატონო, თუ ეს ვერ მოხერხდა და პასუხი ვერ მივიღეთ საკმარისი, მაშინ ვღებულებთ ხოლმე ენდოსონოგრაფიის მეშვეობით ბიოპსიას. ეხოსკოპის დამიზნებით, ხო? ეს არის კუჭი, ხო? ეხლა რაც შეეხება 12 გოჯა ნაწლავს, აქ გვაქვს ერთი განსხვავებული დაავადება. ეს არის პირველი, ეს არის ცელიაკია, როდესაც ატროფირებული არის ლორწოვანი, მაგ შემთხვევაში ვღებულობთ 6 ნაჭერ ბიოპსიურ მასალას. 4 აქედან იღება 12 გოჯა ნაწლავიდან, უფრო დისტალური ნაწილიდან, 2 იღება თვითონ 12 გოჯა ნაწლავის ბოლქვიდან რა, აი შესასვლელიდან როგორც კი შედიხართ, იქ 2 ნაჭერი აუცილებლად უნდა ავიღოთ. სხვა მხრივ 12 გოჯა ნაწლავიდან ადენომა და კიბო იგივეა, რაც თქვათ კუჭიდან იგივე მიდგომა არის, ხო? აი ეს იყო სულ, რაც ბიოპსიაზე მინდოდა მეთქვა. მადლობა ყურადღებისთვის. ნახვამდის. ძირაფაშა, ხო ჩამთ.